აი მართლა გონია რომ წყალი მხოლოდ მაშინ დალია, როცა მოგწყურდება. ნუ მესმის რომ არ უნდა გვასწავლია რომ წყურული უკვე დაგვიანებული სიგნალია, მაგრამ მაინც ორგანიზმი ისე მუშაობს, რომ წყლის აუცილებლობაზე სხვადასხვა ხრიკებით მიგანიშნებს. მაგალითად, თავის ტკივილი, უენერგიობა, გონების დაბინდვა და ასე შემდეგ. თუ ამის მერეც ვერ მიხვდი, სწორედ მაშინ ჩნდება წყურვილის შეგრძნება. ესე იგი, როცა წყურია, უკვე ცოტათი გაუწყურებულიც ხარ. ხო, მესმის მეც ასე ვიყავი, სანამ ეს რაღაცა არ გავაკეთე. პირველ რიგში გადმოიწერე რომელიმე აპი, რომელიც შეგახსენებს წყლის დალევას. მეორე, ვიცი რომ ამას არავინ აკეთებს, მაგრამ მაინც არ შეეცადო 2 ლიტრი წყლის დალევას ერთდროულად. უბრალოდ გადანაწილე ის თითო საათზე. და მაინც რატომ არის წყლის დალევა ასეთი მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი ჩვენი ორგანიზმის 60-70% წყლისგან შედგება, მაგრამ სულ რომ ამას თავი დავანებოთ, შენ არც თავის ტკივილი შეგაწუხებს, არც უენერგიობა და ბონუსად წონაშიც დაეკლებ. და თუ გაინტერესებს რა შუაშია წყლის დალევა წონის კლებასთან, პირველ რიგში გამოიწერე არხი და მხოლოდ დააკომენტარო. ეგ საკმარისი იქნება რომ ვიდეო გადავიღო.